გამარჯობა. მოდი ჩავატაროთ მათემატიკის გაკვეთილი. ვისწავლოთ ხაზები ციფრების ნაცვლად. დავიწყოთ აბა. ყურადღებით იყავით. რამდენ წრეს ხედავთ ეკრანზე? რა თქმა უნდა, ეს არის 1 და შესაბამისად ერთი ხაზი უნდა ჩამოუსვათ. აბა ვნახოთ. აბა ერთი ხაზი. რატომ ერთი ხაზი? იმიტომ რომ ერთი წრეა. მოდი ახლა ავიღოთ 2 წრე. აბა ეს 1, ესეც 2. აბა თუ მიხვდები, ახლა რამდენი ხაზი დამჭირდება? რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ. დაგჭირდება 2 ხაზი. ეს პირველი ბურთისთვის, თუ წრისთვის, სულ ერთი არას ვიტყვით ამჯერად. ესეც მეორე ხაზი. 2 წრე, გნებავთ 2 ბურთი, 2 ხაზი. მოდი ახლა ავიღოთ 3 წრე. 1, 2 და 3. მას ხაზავთ რამდენ წრეს? ოჩახ, რა მაგარი ხარ. ჩამოუსვათ 1, 2 და 3. 3 წრე, 3 ხაზი. ჩემი აზრით, მომდევნო რაოდენობა რამდენი იქნება? ჩვენ დავხატეთ 1 წრე, შემდეგ 2, შემდეგ 3. რა თქმა უნდა, მართალი ხარ. შემდეგი არის 4 წრე. 2, 3 და 4. ახლა რისიჯერია? უნდა ჩამოუსვათ ხაზები, მართალი ხარ. 1, 2, 3, 4. ხაზები ცოტა ერთი სიმაღლის სიგრძის არ არის, მაგრამ არა უშავს, ხო? არა უშავს. დავითვალოთ აბა ხაზებიც 1, 2, 3, 4. თქვენ რეულში ჩემზე უკეთ ჩამოხაზავთ და გააკეთებთ, იმედი მაქვს. ახლა შემდეგი არის რამდენი წრე? დიახ, 5 წრე. მოდი ვნახოთ ახლა 5, აი ეს რაოდენობა როგორ აღინიშნება. ჯერ დავხატოთ წრეები. დავიწყოთ აბა 1. ნახეთ, რვეულში ასე გავაკეთოთ. უყურეთ, ნახეთ. თითო უჯრაში ჩავტიოთ, ხო? ახლა მეც ესე შევეცდები, რომ ზუსტად ისე გავაკეთო, როგორც მე თქვენ რვეულში უნდა დახატოთ, აი ასე ზუსტად. ერთ უჯრაში ჩავტიოთ 4 და ესეც 5. რადგანაც ადგილი არ მაქვს, მე ხაზებს მივუწერ ქვემოთ. ხომ ვისწავლეთ ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ. აი ახლა ამ შემთხვევაში ეკრანიდან კიდევ ერთხელ გაიხსენებთ, ხო? ხოლო თქვენ რეულში, რა თქმა უნდა, მივხატეთ ხაზები მარჯვენა მხრიდან. აბა ავიღოთ ახლა ხაზები. აბა ჩამოუსვათ 1, ახლა შევეცდები, რომ კარგად გავაკეთო. 2, აი, უმჯობესია ახლო რო იყოს. ერთ უჯრაში გამოგვივიდა 3 ხაზი. 4. ნახეთ. უჯრის ხაზს გამოვიყენებ. მეორე ხაზზე გამოვიყენე.
და შემდეგ შუაში ჩავხაზე მესამე და მეოთხე. გინდა მიყოლებით დახაზეთ, როგორც შენ გაგიადვილდება. როგორ ფიქრობ ახლა? მეხუთე ხაზი ასე უნდა ჩამოუსვა? 5 ხაზია და 5 წრე. არა, ჩემო კარგებო. 5-ის რაოდენობა უკვე სხვანაირად იწერება, იხაზება, რათა შემდეგ ხუთეულებით, ხუთობით დათვლაც უფრო გაგვიადვილდეს. მოკლედ, მეხუთე ხაზი უკვე შეცდომაა გავაქროთ და ნახეთ 5 რაოდენობა ასე აღინიშნება 5-ის. ნახეთ, აი ასე უნდა დავხაროთ ხაზი. მოდით ახლა კიდევ ერთი შესწორება. ხაზი, დახრილი ხაზი უნდა გავაკეთოთ მარჯვნიდან მარცხნივ უკუსვლით. ნახეთ. წეგან ესე გავაკეთეთ. ზოგ შეიძლება ესე უადვილდებოდეს. მაგრამ წიგნში როგორც გვაქვს, ჩვენ სახელმძღვანელოში როგორც გვაქვს. მოდით ისე გავაკეთოთ, ხო? მაშინ ასე არ დაუშვებთ ხაზს. გავაკეთოთ უნდა აი ასე. ზემოდან, ქვემოთ, მარჯვნიდან მოვდივართ მარცხნივ. ვისაც უადვილდება ქვემოდან ზემოთ. მნიშვნელობა არ აქვს. აი ასე გამოიხატება რაოდენობა 5. მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ 5-ის რაოდენობა 5-ის აღნიშნა როგორ ხდება ხაზებით. მოდი ახლა ავიღოთ რა ფიგურაა? შევხედოთ, რომელი ფიგურა ავარჩიოთ. მოდი ავარჩიოთ ოთხკუთხედი, ხო? 1 აბა დაითვალეთ ჩემთან ერთად 2 3 4 და 5. ახლა კი ჩამოუსვათ ხაზები და თქვენ მითხარით სწორად გავაკეთე დავალება თუ არა. დავიწყე. 1 2 3 4 5. სწორია თუ არა ხაზები როგორც გავაკეთე. დავაკვირდეთ. რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ეს არ არის სწორი. აბა მოვიფიქრო, გავიხსენო, როგორ ვისწავლეთ, თქვენც იფიქრეთ. 1 2 ნახეთ ახლა. იცით რა, უჯრას რომ დააკვირდებით, შუაში უნდა გავატაროთ მეორე ხაზი. 3 4 და 5. ეს სწორია? გონი არა, ხო? ხაზი უნდა ჩამოუსვათ, აი დავხაროთ აი ასე. ეს რა თქმა უნდა სწორია. დავალება სწორად შესრულდა. ეს დავალება სწორია. ახლა კი პატარა დავალება თქვენთვის. დავალება ჩიტების დათვლა. თქვენ ეკრანზე ხედავთ ჩიტებს, უпростоრედ ფოტოებს, ჩიტების რაოდენობის მიხედვით და გვერდით მიწერილია ხაზები. უნდა იპოვო შეცდომა. სად არის შეცდომა? შეგიძლია დაიმახსოვრო და გაკვეთილზე მითხრა, რომელი იყო შეცდომა, ან პატარა რვეულში, თუნდაც ფურცელზე, თუ რვეული არ გაქვს,
იქ ჩახაზო ხაზები, რომელიც იყო არასწორი. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.